მოყენებული და რა არა, ამგონია ხომ რომ ეგ ჩემი საქმეა. მე არ ყოფილვარ არაზროს აქციის ორგანიზატორი, ვერც ვერავინ არ დაიჩემებს, რადგან ვამაყობთ იმით, რომ აკადემია თვითონ არიან ჩართულები და თვით ორგანიზერებით ხდება და ამან მოახდინა ეს გრძელვადიანად ამდეხას მოატანა ამ აქციებმა, იქ ვინ რა ბანერით გამოვა, ვის რა ექნება სათქმელი, მაგასთან მიმართებაში არ ვიცი პრეტენზიის წარმდგენი ვინ შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება რამე პრეტენზია წააყენოს, ან ისე უნდა ყოფილიყო, ან ასე, ყველას თავის ტკივა და ყველას თავისი ხედვის არის აქ, რასთან მიმართებაშიც პირველ რიგში ეს აწუხებს, ხო? ვიღაც ადამიანისთვის კონკრეტული პოლიტპატიმარი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, ვიღაცების კიდე სხვა პოლიტპატიმარი და ეგეთი მოცემულობა. ჩემს გემოვნებაზე რო იყოს, ცხადი ეხა ჩემს გემოვნებით რაღაცები რო წყდებოდეს, იქნებიან ის ადამიანები უფრო მეტად წინა პლანზე, რომელიც ამ პროცესში არიან დაკავებულები, დაჭერილები ნაცემები და მე იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე არიან პოლიტპატიმრები, ეს იქნებოდა ჩემი გემოვნებით, მაგრამ ჩემი გემოვნებით აქციები არ კეთს, იმიტომ რომ მე არ ამიღე პასუხისმგებლობა, არ მაქვს იშნო ის რესურსი, რომ აი ჩემი აქცია მე ვაკეთებ და ეს არ არის ესე, ამიტომ ეგეთი რაღაცეები შეიძლება ვიღაც რამე არ მოგწონდეს, მაგრამ გათვალისწინება მოგვიწევს. ეგ არის სიამოვნებაში ევროპაც. ამ პროცესში ბევრი ადამიანი ვართ ერთად, რომელიც როგორც კი გავალს რაღაცა ნორმალურ ვითარებაში ვიქნებით, ისე აღარ მოგვეწონა შეიძლება ერთმანეთი და ისე ძალიან ბევრი რაღაცეებში ერთმანეთის მოწინააღმდეგები გავხდეთ. და ეხლა უბრალოდ ამას გადავეჩვიეთ და იმიტომ ამ პროცესში ერთად ვართ და ეგ არის კი მოცემულობა. ეგეთი ქვეყანა გვინდა, რომ ჯამში ადამიანებს, რომელსაც ერთმანეთი არ მოგწონს, არ შეგვეძლოს ერთმანეთზე ძალადობა, ერთმანეთის დაჭერა, შეგვეძლოს ერთად თანაცხოვრება და თანაცხოვრების მაგალითები ჩემი აზრით ქუჩის აქციებმა აჩვენა ამ დროის განმავლობაში და იმედი ესე გაგრძელდება. იმედი ასე გაგრძელდება, ზოგადად როგორ ხედავ პროცესის გაგრძელებას, იმიტომ რომ დღეს გუშინ 9 მაისი იყო, შემდეგი 26 მაისია, რაღაცნაირად თარიღებზე ყოველდღიურად არის პროტესტი, მაგრამ მასშტაბი იზრდება კონკრეტულ თარიღებზე. რაიმე აკლია თუ არა პროცესს, აი თუ ვხედავთ, თუ გადავხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნებას ერთი მიზანი აქვს, რომ პროტესტი ჩაახშოს და სხვადასხვა მეთოდს იყენებს ამ მიზნის მისაღწევად. აქვს თუ არა შესაძლებელი რაიმე მეთოდი პროტესტის მხარესაც? ნახა პროტესტის მხარეზე ხა მე ვერ ვისაუბრებ. ერთი რაც მინდა სულ გვესმონდეს, რა არის ის რაც აქ კრიზისს მოკლავს, ამის თქმის საშუალება თითქმის არავის არ გვაქვს, იმიტომ რომ კრიზისი ყველა ადამიანში წარმოშვა იმან, რომ საკუთარმა სიდისმა შეაწუხა, რომ რაღაცა ვერ აიტანა და ბევრმა ადამიანმა ამ პროცესში სხვადასხვა რამე იყო, რაც ვერ აიტანა. ხა ქართული ოცნების გამოსვლა რო იყო ეხლა და ყობახიძე რო თქო, რა გზა აცელილ ხალხს მე დავაბრუნებთო, სინამდვილეში მან დაშლება ყველაფერი. ეს ხალხი უკვე მანიპულირებადი არ არის რა. სხვადასხვა რაღაცები მას შეაწუხა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეს, რომ ამ პროცესის განმავლობაში როცა მაგალითად ტელეფონზე დაგირეკავენ და გაგინებენ, შენს ბებოს დაურეკავენ და აგინებენ. მე შენს აღარ გაინტერესებს არც ის ახალი არჩევანი არ გაინტერესებს, არც ის რაღაცები კი არა. კონკრეტულად მივხვდი, რომ აი იმის ატანა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება შენთვის მიუღებელია. როცა ხედავ ბიჭს, რომელიც დაგდებული იყო, ჯერ ქუსლი და არტყა რობოკოპა და მეორე კიდე ამოცხო ფეხი უკვე გათიშულს და ის ადამიანი არის დაჭერილი არის, არაფერი არ არის და ესე ცხოვრება გაგრძელდა. მე ეს პირადი წყენა, როცა შენ ძმას, შენ ამ ვიმეს იჭერენ, ნარკოტიკს უდებენ, ამის მერე შენი პირადი წყენა გაქვს. როცა ბიძინაიშვილი ისე დაგველაპარაკა და ეს წინა წელს დაიწყო, რომ თქვა, რომ ამ ახალგაზრდებსო მეო რო შეუთანხმდი, მაშინ კანონს უკან წაუღებდი, ნახე რა კარგად მოვიფიქრე, როგორ გავაცურე, იმიტომ რომ მაშინ დამშვიდებული იყვნენ და მან დროს ხვდები, რომ განგზობიდან რა ქვეყანაში კი წეს ცხოვრება. კანდიდატის სტატუსი ეხლაც გვაქვს და ვინმეს რამეს ეს ამშვიდებს სასამართლოზე რომ მიხვალ და ხედავთ რომ მოწმე მოდის და იმისათვის რომ შენ ადმინისტრაციული ჯარიმა მოგაკრას და ადმინისტრაციულ დამნაშავედ გამოკაცხადოს თვითონ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, ანუ ქვეყანას მართლა დამნაშავე ემატება და ისეთ ყოლით სამოს შეძგეცდება და მასაც ეცინება და ასეთ ქვეყანაში ცხოვრების მერე უბრალოდ ხვდები რომ სხვაგან გვაქვს სინამდვილეში პრობლემა, ამიტომ აქციებს და ამას რა გააჩერებს კაცმა არ იცის. აქ უფრო მეტად შეიძლება ისაუბრო იმ ჯგუფებზე, რომელიც არის პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც სხვანაირად დაიწყენს ფუნქციონირება. ჩემი რაღაც განსხვავებული ხედვა რაც მაქვს არის ის, რომ უფრო მეტად უნდა გამოვასწროთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის და ჩვენი პასუხისგებლობაა და სხვისგან მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ცოტა ხანი უნდა გავეშვათ. ამან ჩემი აზრით დააზარალა პროტესტი, როცა მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის ლოდინი რო იყო, მე არჩევნებზე იქაბა რა გადაწყდებოდა ის და ამ გარეთ ყურებების მაგრად მეტად უნდა კონცენტრირდეთ ჩვენს ქვეყანაში და მეტად თუ კონკრეტულად ვიცით რომ არ აპირებს არავინ საკრებულოს არჩევნებზე გასვლას, მაშინ კონკრეტულად დღესვე და ახლა ყველა პარტიის ერთადერთი საქმე უნდა იყოს
აქციებისთვის მაგალითად მუშაობა თუ ეს წარმოგვიდგენია. თუ თვლიან რაღაცა ის ერთობა გამოსა, მაშინ მართლა ან ერთ დღეში უკვე მოხდეს, ან ნათქვას ეგ არ ხდება, ამიტომ ყველა საკუთარ სეგმენტზე და პარტიებზე მუშაობს. ამიტომ თავი ახლა რაც თავი პრობლემა არის პოლიტიკურ სპექტრში, ეს არის ბურუსი და ეს ბურუსი უნდა გაიფანტოს, ამორფული მდგომარეობა და იმის მერე ყველადღიურად მე შენ რასაც გადავწყვეტ რომ იმას საკეთებს, იმას მიმართებაში წინ წაიწიე თუ არა მარტივად გასაძრავ. ეხლა თავი პრობლემა რაც მე მგონია რომ ის რასთან მიმართებაში წინ წავიწიეთ თუ არ წავიწიეთ, ამის მიხედვით რთულია, იმიტომ რომ ვერ ვგებულობთ რა ხდება, თქვა ჩამოკიდებული აქციებია გამოსავალი, რომ შორ წავიდეს, თუ იქნება დრო საჩვენოდ არ მუშაობს და დღეს და ახლა არის რომ ადამიანები უბრალოდ ქვეყნიდან ნელ-ნელა რომ მიდიან, თქვა, აი რაიმე ტიპის იმედის ჩასოხა ამ წამს აქ უნდა ხდებოდეს, თუ მე სხვადასხვა რაღაცებს გადავერთოთ. თქვა, თუ შიდა პოლიტიკაზე ვაქტიურობ და მხოლოდ მაშინ ვაქტიურობ, როცა ქვეყანაში ტრაგედიები ხდება, თქვა, გურიაში დიდოვლიანობა როცა იყო და მხოლოდ ამ დროს გვახსენდება, რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა რაღაცებიც არსებობს. თუ იმის იქითაც ასეთი ტიპის მუშაობაც მიმდინარეობს. ხო და ეხლა რაღაც მე განცდა მაქვს რომ ნახევრად საარჩევნო ზრდებას მიმდინარეობს და ნახევრად თვითონ არც მიმდინარეობს და თითქოს ის პროცესს მაგალითად თუ კი ნახევრად ზოგიერთი პარტია თან მუშაობდეს. აი დღეს გახარიას გუნდის წარმომადგენელი ამბობდა რომ ბოიკოტს არ ვუცხადებთ, ზოგადად ამ პარტიის პოზიცია ბოიკოტს არ ვუცხადებთ არც ერთ არჩევნებს. სხვები არ ამბობენ მკაფიო პოზიციას, ანუ თქვენი აზრით დროა უკვე ვიცოდეთ ვინ რას აპირებს? ხო, ან გახარიას პოზიცია მათ ყველაზე ბუნებრივია რა ამბობს და მორჩა, ხო და ეხლა მასთან მიმართებაში იქნება შეიძლება ლანძღვას, კრიტიკაც, მას კონკრეტული თავის ამორჩევა იყო, რომ თემართებაში ეს პრობლემა არ არის. ჩვენც რა გონია რომ თქვა პარლამენტში რომ მივიდა ეს მისთვის დიდი პრობლემა იყო ეს იმ ამორჩევლისთვის არის, რომელიც გახარიას ხმას არ მიცეს, მის ამორჩევით შეიძლება ეს სწორი იყო. ამიტომ მე თუ თელი დრო იმაში გავატარე რომ ის ვაკრიტიკე ვინც ჩემგან მიუღებელი რამე თქვა, მაგრამ თქვა, არ მგონია თქვა და მაგიტომაც არის სხვა პარტია, მაგიტომაც ეძახეთ ქოცი და მაგიტომაც ხმა იმას კი არ მიცეთ, თქვა მე მომეცი, ხო? ამიტომ ყველა პარტია მას დაახლოებით ესე უნდა მიუდგეთ, რომ თუ შენ ითხოვ ხმა რომ მე მომეცი, კონკრეტული შენი ეხლა გარკვეულად მითხარი. ყველაზე პრობლემატურის გონია და თითქოს გონია რომ პროპაგანდას ულაპარაკობა ამარცხებს და ეხლა ეს ქართული ოცნების თამაშია რომ მე თქვენ გიპასუხოთ რას და როგორ ვაპირებთ ეგეთი რაღაცების მე აღარ მჯერა წყობით თუ არც გავს იმას რომ იმათ პროპაგანდას ემართებაში ვითომ მაგარი რაღაცეები ვიცით და მე არ მგონია რომ ჩვენ მათ პროპაგანდას ესე ვამარცხებდეთ. სიცხადე ჭირდება ეხლა აქ ადამიანს, იმიტომ რომ აქ ძალიან ცხადი პრობლემები დგას. ძალიან ცხადი უმუშევრობა, უფულობა, დაჭერები, ჯარიმები, ჯანმრთელობის პრობლემები და ბევრი ისეთი რომელიც ადამიანმა ცხადად გაიღო ამ აქციების დროს და აქედან მიმართებაში სიცხადე აკლია, რომ რაღაცნაირად თან რაღაც კოალიციის რაღაც ნაწილი პრეზიდენტთან ურთიერთობს, რაღაც ნაწილი არა და არ ეძახის რომ ის საერთოდ პრეზიდენტია და აღარ არის პრეზიდენტი და რაღაცნაირად სხვადასხვანაირად ამ ყველაფრის მიზეზი რა არის? რაღაც ბუნდოვანება რაც ახსენეთ, თქვენი აზრით აი რატომ ვერ კონცენტრირდება ან ქვეყნის შიგნით შიდა საკითხებზე, რის საჭიროებასაც ხედავთ თქვენ ოპოზიცია თუ რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს რაღაცნაირად პროცესი იწელება, შეიძლება მოქალაქეები, ვინც ბევრი გაიღო, მათ შორის ამ პროტესტისთვის რაღაცნაირად იმედგაცრუებულები უფრო იყვნენ, ან ვერ ხედავდნენ სამომავლოდ, როდის რა შეიცვლება. თავარი არის ხოლმე რაღაც პირველ წყაროების ნაკლებობა, როცა რაღაცა უნდა გაყვალო და პირველი გაჭრა უნდა თქვა კაფიოდ გინდა თუ არა და რასაც უეჭველად მოყვება ბევრი ადამიანის კრიტიკაც, ბევრი სხვანაირად უყურებს და ბევრი ადამიანი ამ პროცესში ჩართული, მაგრამ პოლიტიკური პარტია, მაგისთვის არის პარტია და პოლიტიკოსი, რომ ეგ რაღაცნაირად თავის თავზე აიღოს და ეგ უნდა გადაედგას. ეს ამორფულ სიტუაციაში დარჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობები იბლარება, თითქმის ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი, მაგრამ ყველა ერთად არც არის და ვერავინ ვერ მოედავება და ეს უპასუხისმგებლო მდგომარეობა იმ შიშის გამო რომ მე რო პასუხისმგებლობა ავიღო და არ მჯერა ამ პროცესის წარმატების და ამიტომ თავი წინასწავლე რატო გავიფუჭო, აქედან გამომდინარე ხდება ესეთი მდგომარეობა და ამ უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რომ რაღაცა სურვილი იყო რომ მოდი რახან სალომეზეოში გამოჩნდა ის იყოს პიროვნება რომელიც თქოს ამ პროცესის ლიდერია და მასზე იყოს გადაბარებული პასუხისმგებლობა მე რამე არ მოგეწონება და ეს და მე თავიდან მქონდა მოლოდინი რომ მაგის იმედი არ უნდა გქონდეს. მე ერთ მარტივი რამე მაქვს, რომ თუ
ერთად და ეს რაღაც უნდა მოხდეს, მაშინ უნდა მოხდეს ეს ამორფული ერთმანეთს, მაშინ უნდა იყოს, ან თუ არ არის, ყველამ საკუთარ სეგმენტზე, საკუთარ ამორჩევნებს თავის სახასიათო ენით ეცადოს ამ ზონაში მისი წვლილი კაფეოდ შეიტანოს. და შეიძლება ერთმანეთს აცდენ და მაგის პრობლემაც არ იყოს, რომ მეტი კაფეობა არსებობდეს. და ეხლა უბრალოდ გონია რომ დროის გაწევა მიმდინარეობს და დროის გაწევა მე პირადად გონია რომ უფრო მეტად ხელისუფლებას შეიძლება აწყობდეს ვიდრე ახლა ოპოზიციურად გაწევა. შეიძლება არც არის გამორიცხული ამ დროის გაწევასთან ერთად სხვადასხვა თემაზე ასაუბროს ოპოზიციაც, მედიაც, ქართულმა ოცნებამ და რაღაცნაირად ბოლომდე დააზიანოს და შემდგომ ახალი არჩევნები თუ კი კრიზისის მოგვარების სხვა გზა ვერ დაინახა, თუ იძულებული გახდა ჩანიშნოს. კი ბატონო, და მაგ შემთხვევაში აღმოჩნდეს, რომ ახალი არჩევნები ვისართ აღარ ყოფილა არანაირი კრიზისის მომგვარებელი, აქ ყოფი ადამიანისთვის, იმიტომ რომ შეიძლება აღმოაჩენ და შეიძლება კი მე ღრმა დარწმუნებული ვარ, რომ აქ ახალი არჩევნები პირველად ჩატარდეს, ეს ბიძინა ივანიშვილს აწყობს და ხა როცა არჩევნებამდე 9 საათამდე იძახდი რომ უი ძალიან მშვენიერი არჩევნები იყო და მე აღარ მოგეწონა მე დაახლოებით ეგრე მგონია რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები მე ზუსტად იგივე კამპანია წავა რომ არჩევნებზე დიდი აზრი არაფერს არ აქვს და მოდი არჩევნებს და მე შეიძლება მეორე გამეორდეს ამიტომ მანდაც კაფეები უნდა იყო და უნდა მოგვერიდოს მაგის აღსარეს კაფეოთ უნდა თქვა რომ თუ არჩევნებს არ ატარებს ოპოზიცია ან უპირატესად განწყობილი ის ხალხი, რომელმაც ჩამოუშალა ინსტიტუციები ქართულ ოცნებას და კაფეოდ ხდება, რომ უნდა გაფორმდეს ის მიღებული შედეგი, რაც იგრძნობა, რომ всё დამარცხებულია ქართული ოცნება და აი ამ რევოლუციურ ტარღაზე ტარდება არჩევნები, ამ დროს ხდება დიდი ცვლილებები. თუ არა და იქ ხა ცესკოშიც რამე რო შეიცვალოს, ისიც ცესკოში სულ მე დამნიშნო კონკრეტულ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სისტემა საკონტროლოს პარტია და ქვეყანაში ეგრე ხდება, ხო? და პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის ამ ქვეყნის პირველი პირი, ხო? წამოიდგინე, მოიფიქრეს, რომ პარტიის თავმჯდომარე, საპატიო თავმჯდომარე იყოს ყველაფრის მმართველი. პრემიერ-მინისტრი არა, საპატიო თავმჯდომარე. გაგზნობინებენ, რომ ეს ქვეყანა არის პარტია და მე არის სხვა ყველაფერი დანარჩენი და როცა ეს პარტია არის და პარტია ესე მართავს, ამ შემთხვევაში ხო რა ვიცი, ხა სუსი იქნება თუ მასწავლებლებს მოიყვანს, როგორ დაამბურდეს შენ სპეცოპერაცია თუ რაც იქნება, იმას ეხლა უფრო მარტივად გააკეთეს, ვიდრე წინა ზუსტად. ეხლა კიდევ უფრო ნაკლები რესურსია აქეთ ხარეს, კიდევ უფრო დასუსტებული არის ჩემი აზრით ოპოზიცია და იქით ის ბერკეტი რომ მანზე რაღაცნაირად საერთაშორისო ინსტიტუციებით მოქმედებდა, ეგეც არ არის თავს თვლიან უკვე როგორც ევროპიდან დასანქცირებულება თქვა და მაგ რეჟიმში აღარ მოერიდება თქვა არჩევნები რომ ჩაგიტარონ იმ არგუმენტით რომ მოდი კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ის მუხლი ხალხო ეს რა გაგვეპარა კობახიძის დაწერილ კონსტიტუციაში ეს ევროპის ნაწილი. და ბოლოს კითხავთ თქვენი ვიდეო ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება ალბათ მოგისმენიათ არგუმენტები ვინც ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას მათ პასუხთან ერთად მინდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია რატომ არ მიიჩნევთ რელევანტურად თუ ასე ვთქვათ მართებულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ახლა მე ვერ ვიტან ბუნდოვნებას ერთხელ ორჯერ და მესამე ეთერში რო იქნებოდი და ცოტა იმას აპირებთ ამას და იმის ლაპარაკობთ რო გიჩვენოს კი არა კაფეოდ მინდოდა რაღაცის თქმა ჩემთვის იმაზე უფრო მეტად ვინმე რო გადის არჩევნებზე და ამოსო გადის უფრო მეტად შემაწუხებელია რომ გრძნობ რომ რაღაცნაირად ყველას უნდა ეს გასვლა და უნდა რაღაც პროცესისადმი გაგვიჩნდეს რომ აქ მაინც აღარაფერი აღარ ხდება და იქნება არჩევნები მაინც იყოს და მე ამის მოლოდინის რეჟიმში ხდება სიტუაცია და მე ამიტომ კაფეობა ჩემთვის ჩემი ენით რაღაცნაირად სახასიათოდ უცად ბევრს ენახა რას როგორ ვაპირებ და როგორ წარმომიდგენი ამიტომ გავაკეთე ეგ განცხადები ხა საკრებულოს დამემართებაში სპეციფიური არჩევნებია რა ანუ მე ვთქვი რომ იგივე ჩემთვის არ მოსულა და ეგეთი ტიპის არჩევნებში ვიყავი ვიცე-მერობის კანდიდატი 2020 წელს რომ ის იქნებოდა სარეფერენდუმო არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები გინდა ისე გინდა ასე სარეფერენდუმო ჩემი აზრით ვერ ხდება ამიტომ იქ რაღაცა პოლიტიკურ ტრიბუნალს გამოვიყენებ იმას ვიზავ მაგასაც ვერ ვთქვი პარლამენტი არ არის და როცა შენ საპარლამენტო ტიპის ბოიკოტში ხარ და საკრებულოში გადიხარ ეს თავიდანვე ამოუხსნელი ფაქტორია და ან მაგ არჩევნებს იყენებ იმისათვის რომ გადარჩე გადასარჩენი არჩევნებია რომ რაღაცა პარტიული სტრუქტურა შეინარჩუნო და ეგ დილემა ექნება დიდ პარტიებს რომელსაც ყველა რეგიონში აქვს საკუთარი ოფისი და მათთვის იქნება ძალიან მტკივნეული ნაბიჯი და მაგ ნაწილშიც არ ვიცი კი გავაკეთებ მაგრამ მესმის რატომაც შეიძლება ისე გადადგან ეგ ნაბიჯი ან მაგისთვის იყენებ რომ შეგინარჩუნდეს გადარჩე ან ზოგადად იყენებ ხოლმე პატარა პარტიები თქვა დასაბადებლად და აი კონკრეტულ ეხლა რა სიტუაციაც არსებობს ამ სიტუაციაში საკრებულოს არჩევნებზე კი არ დაიბადები საერთოდ მოკვდები ჩემი აზრით
ამიტომ არც პრაგმატული ნაწილისაც მე ვერ ხედავ და არც ის პრაგმატული შემოქმედეს მარტო დიდ პარტიას, რომელსაც თქვას, რომ რეგიონში 700 ლარზე ხელფასზეც თუ არ ყავდა საკრებულოს წევრი, პარტიაში ხალხი იქ აღარ იქნება და პარტიული სტრუქტურები ჩამოიშლება. მესმის ეგ არგუმენტი არსებობს, მაგრამ პასუხისმგებლობაც დიდ პარტიას დიდი მოყვება და უნდა გადადგას ეკნაბიჯი კაფე. კეთილი, მადლობა.